მათი ცხოვრების წესი ახლაც ისეთია, როგორც საუკუნეების წინ. მათი კანონი კი მათ ბუნებაზე მკაცრია. აქ ამბობენ, რომ ღვთის შვილი ღვთის წესებით უნდა ცხოვრობდეს. ეს მთა ადგილისა და ცივილიზაციამ მარადიული ფასეულობები ვერ დაანგრია. რუბლებთან ახლოს ყველაფერს თავისი დრო და თავისი ადგილი აქვს. სვანები ამბობენ, რომ მთა კანონმა გადაარჩინა სისხლით შენახულ სამართალს დღემდე ერთგულად იცავენ. ლეგენდად ქცეული წარსული დღემდე მოსვენებას არ აძლევთ. მათი წარსული კი სალიკალდის ქვითაა ნაგები. ამბობენ, მთა ბარის წმინდიაო, ხონეთის ცის ქვეშ დღეს ყველაფერი იდუმალია. ცის საიდუმლო კი უცხო თვალისთვის მიუწვდენელი. ხარეში რომელსაც თავს უშბა, შხარა, შხელდა და თეთრუნდი დახურებს, დღესაც წინაპართა წესებით ცხოვრობენ. დამკვიდრებული სამართლის წინაშე ყველა თანასწორია. ლუშნუ კალენ, ანუ სვანური კანონი ყველასთვის უპირველესი. დღეს სვანეთში სამართალს მედიატორთა ჯგუფი ამყარებს. საბჭო 8 კაცისაგან შედგება, მათ გვარი 3 წლით ირჩევს. ის სამართალდამცავი აუცილებლად სამართლიანობითა და წინაპართა ტრადიციების ზედმიწევნითი ცოდნით უნდა გამოირჩეოდეს. თემის მიერ არჩეული საბჭო ვალდებულია თემის უხუცესი, ანუ მახში გამოარჩიოს. მესტიაში ახალი მახში 2 წლის წინ დადგინდა. ახალი თემის მმართველები უძველეს სვანის სახლში, მაჩუბში განმარტოვებით იკრიბებიან. სხვას დასწრება იკრძალება. ჩაბნელებულ ოთახში უფალს ადიდებენ და ჯგრიაკს, ანუ წმიდა გიორგის სვანეთის სიძლიერეს ავედრებენ. ლოცვაში შემავალი სიტყვები უძველესია და არ ითარგმნება. ძველი მმართველები ახლად არჩეულ საბჭოს 3 წლის ანგარიშს აბარებენ. შემდეგ გზას ულოცავენ და თისიმკაცრეს კიდევ ერთხელ ახსენებენ. მახშის არჩევის დროს ვაკაციანი თემის საბჭოდან ერთს ხმის უფლება არ აქვს. ამიტომ უხუცესის ჯოხზე სიმბოლურად 7 სანთელი ეთება. აქ ყველაფერს თავისი საკრალური მნიშვნელობა აქვს. Gel güzel kanca kılı sağdır cerrah üstüne mahfiyeli. Mahfe metkul arası mor var. Gel lah nişvet Ankara hakkında çası o yercak oskaya yercak yap mahfi. Kan halın nedeni kaçunları şuna. Atkaya avamcılık geçmiş kula devam etken ahire Allah drar kaçes kurda da şudi nisazal geçini Nimurvay, Nimbualay, Chient, Shunait Gadot with it, Allah
ლიცადუნე დემშახაკუსერი შალვა ხოშამარელი ლხალმარე ჩუხოხა ლუშნუ შალვა ფალიანსი ალა ნაკაფნიშკვე ხანი ალა იმაჟენ თხემდე რა თქმა უნდა ნიშკვე ხანი ნიშკვე დახმარებოში ისკვე ჩიაშ ეჭი ლახჭემნადგესი ესყენენაირეგას ალსყენად ნაგაშხუ მახში ახლადადგენილი მავში საპატიო ადგილს იკავებს. იმ წუთიდან კი მისი სიტყვა თემისთვის კანონია. ძველი მავში მას სამედიატორო ჯოხს გადასცემს, რომელიც სიმბოლურად უსამართლობის დამარცხებას განასახიერებს. ემყვამა ალლამორე ფაუ სკებდუჯაზი მეჰადვემჩედერ ხოჩან მეწინშუქს სისკუ ამეკარმენ გახანაფრი აფხნეგა მაკოჩა ნამოროვაჩი და შუოჩირვაღის ქვეთ იშვიდ ბიანობავრი შალის განტლიან საქართველოს ამის ეუჰაჯ მოშრაბეთ Doçet delicionazny qademshay qistkosochet eşxim xareshi bevrem xareshi ervaydoyrat qochasovlan qadlena nay na qocham xardishwe brigada ervaychlish na qocham laridi qochasolo qarnena Allah morisay Allah რიტუალის შემდეგ ახლად არჩეული მავში და თემთა საბჭო ფიც ტაძარში დებენ. ხალხი მოსახლეობას ხედავს, რომ ამ კაცს რომელიმე გარკვეულ კაცს ამ ეკლესიის ხატის შორის არ სწამს, ამის გამო ძალიან ალმასერად უყურებენ ხოლმე და ავტორიტეტი საერთოდ ეცემა. და ყველას იძლევს, რომ ეს ავტორიტეტი შეინარჩუნოს და ამის თავშეკავების უნარი აქვს და შეინიათ ამ მეშინე უბრალოდ ამ ეკლესიის ხატის შორის და ამის გატეხვის უფლება არ ხელისუფლება. ასე იყო უძველესი დროიდან, თუმცა საბჭოთა რეჟიმმა თავისი კვალი თაშიც დატოვა. მაშინ, როდესაც სვანეთში კომუნისტების წითელი დროშა და ტანკი გამოჩნდა, მოსახლეობას წინაპართა კანონის დასაცავად ბრძოლა მოუხდა. თუმცა ახალი იდეოლოგია ირკუშ კალდეებსაც მოედო. წესს, რომელიც დღეს სვანეთში თითქმის აღარ ახსოვთ, ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში თაში ერთგულად იცავდნენ. მაშინ ქალს ბავშვის სახლში გაჩენის უფლება არ ჰქონდა. მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე მას სახლიდან უშვებდნენ. შემდეგ კი 10 დღე ახალშობილთან ერთად განმარტოვებით ცხოვრება უწევდა. გარდაცვალებულს კი სვანეთში დღესაც დიდ პატივს მიაგებენ. გასვენების დღეს იგალობება უძველესი დროიდან შემორჩენილი სამგლოვიარო საგალობელი ზარი. ასე მიცვალებულს მხოლოდ მამაკაცები დაიტირებენ. ზარი სვანეთის ყველა თემს თავისი აქვს და ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ტონალობით განსხვავდება.
20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი დაკრძალვის უძველესი რიტუალი. გარდაცვლილის სახელზე ხარი უნდა დაგლულიყო. მისი ცხენი კი მომკვდარიყო. ხედარი მას თვალახოუს იმდეს არ ბენინებდა, სანამ ბედაური დღეს უძველესი სვანეთი სამუზეუმო ექსპონატია. ქვის კედლებში დაცული მთის ისტორია კი უბრალოდ ლეგენდა. საერთოდ ეს საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მიკროსამწყაროს. აი მთლიანად არის წარმოდგენილი აი ეს ყველაფერი ცხოვრების წესი, რითაც ცხოვრობდნენ სვანეთი. მამაკაცები ისხდნენ ეგრეთ წოდებულ ლურგიმზე. აი ეს გახლავთ ლურგიმი, ანუ ზურგიანი ტახტი. ქალები ასხდებოდნენ ამ ტახტზე, ქალები ისხდნენ უზურგო დაბალ სკამზე. ვინაიდან ისინი სულ მუდმივად ტრიალებდნენ კერიის გარშემო და ამიტომ იყო ის უზურგო, რომ მათ არ ჰქონდათ იმის დრო, რომ დაესვენათ ამ სავარძელში. ეს კერია ის რაც უფრო ძლიერი იყო, რაც უფრო მძიმე მყარი ჯაჭვი, მით უფრო მეტყოლებდა ოჯახის სიძლიერეზე და სიმტკიცეზე. მთელი ოჯახი იკრიბებოდა მის გარშემო. ეს არის უძველესი სვანური სკამის საკარცხული, რომელიც თემის უფროს ანუ მახვს ეკუთვნოდა. იგი აუცილებლად უნდა მჯდარიყო პირით აღმოსავლეთისაკენ. ახლა შემორჩენილია მახვში ჯოხი, რომელზეც ის მიერ გარჩეული ყველა საქმეა აღნიშნული. რაც უფრო მძიმე იყო განაჩენი, ნაშთებს მით უფრო ზევით აკეთებდნენ. საუკუნეებ გამოვლილი უხუცესთა ჯოხები მესტიის მუზეუმში მხოლოდ წარსულად ქცეულა. თითოეულ ნაჭდევს თავისი ისტორია აქვს. ერთ-ერთი ასეთი ისტორია კი დიდი ხნის წინ სოფელ ლანჩვალში მომხდარა. წლების მანძილზე მიტულიანებსა და ჩერგელიანებს შორის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა ყოფილა. საბოლოოდ ორი გვარი თემის საბჭომ შეარიგა და ერთგულებაზე ხატზე დააფიცა. თუმცა ერთ-ერთმა მიტულიანმა ჩერგელიანს ძველი წყენა გაუხსენა და მძიმე ჭრილობა მიაყენა. თემთა საბჭო 3 წლის განმავლობაში ცდილობდა გადამტერებული გვარები ხელახლა შეერიგებინა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მედიატორთა ჯგუფმა მიტულიანების გვარს მკაცრი განაჩენი გამოუტანა. Kalvarina sopel kanka imvete qotsqasa chiqavachis almizga plant kaziklat. საბჭოს რომელიმე წევრი განაჩენს არ ეთანხმებოდა, ხელი ქვედა მხარეს უნდა მოეკიდა. ამ შემთხვევაში კი საქმის გარჩევა თავიდან იწყებოდა. მიტულიანების გვარი კი ფიცის გატეხვის გამო თემიდან ყველამ ერთხმად მოკვეთა. საბჭოს მიერ გამოტანილი განაჩენი სვანეთში დღესაც საბოლოოა და გასაჩივრების უფლება არავის აქვს. ყოველთვის მედიატორთა ჯგუფი ცდილობს ამათ შერიგებას, რომ შემდეგ არ წავიდეს, არ გადაიზარდოს, კიდაც უბრალოდ დაჭრისგან მკვლელობისკენ არ წავიდეს. აი, სწორედ ამას ემსახურება, რომ გაღვივება არ იყოს ამ გვართა შორის რაიმე მტრობის ჩამოგდების, იმიტომ რომ ეს მიყვება მე თავობას მიყვება. თაობებზე გადაცემული მტრობა სვანეთში ზოგიერთ გვარს შორის ახლაც გრძელდება. სისხლისაღების უძველესი ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. ზოგიერთი ისტორია საუკუნეს ითვლის.
მის შედეგი კი 300-მდე გამქრალი სვანური გვარია. ახლა მათი არც ნასახლარია შემორჩენილი და არც საფლავები. როდესაც ცას მიწვდენელ მწვერვალებს გახედავ, ხვდები, რომ ამ ადამიანებისათვის ღვთის კანონი უზენაესია და შეუცვლელი. მათი ცხოვრება კი მისტიური. საქართველოს მთიანეთში ყველგან სხვადასხვა კანონი მოქმედებდა. მოხევეთა სამართალი დღეს თითქმის მივიწყებულია. ხევში ამბობენ, რომ ისტორიული ხევის ბერი ქოჩას შემდეგ მათ უხუცესი აღარ აურჩევიათ. თუმცა არსებობდა თემის საბჭო, რომელიც სტეფანწმინდას მართავდა. სოფლის მმართველი მოხევეები თურმე გერგეტის სამებაში იკრიბებოდნენ. მოსახლეობის ბედიც იკწყდებოდა. ქის სამართალი ძლიერია. ქის სამართალს ვერ გადუხო შენ. ესე იგი რომ იფიცავს სალოცავებს და ხელს დაადებს შენ იმასა, ეს ქის სამართალი ეგეთია, რომ ის არ უნდა მოიტყუილა არც ხალხთან, არც ვისთან არა. ეს წმენა იყო. თემის კანონით, კაცი რომელიც თემს შეარცხვენს, მას მიწაში ეგრეთ წოდებულ სამალის ქვას უდებენ და ოჯახიანად ასახლებენ. ის შერისხულად ითვლება, სანამ ქვას მიწიდან არ ამოიღებენ, მას უკან დაბრუნების უფლება არ აქვს. შიას ნახავ, საჭმელი არ მისცე, წყურვალს ნახავ, წყალი არ მისცე, ავანტყოფს ნახავ, წამალი არ მისცე. აი ესეთი მკაცრი პირობები მაშინ დადებული და დამნაშავეს. თურმე უძველეს დროში თელ საქართველოში 365 წესი, ანუ 300-ს ნეყოფილა. ეს იმიტომ, რომ თასა და ბარში ამავე რაოდენობის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იყო. ამ წესების დარღვევა მაშინ სამარცხვინოდ ითვლებოდა. ამ 365 კანონიდან ხევსურეთში მხოლოდ 63 მოქმედებდა. რადგან წმინდა გიორგის სალოცავი იქ ამავე რაოდენობის ყოფილა. პირველი წესი იყავი მართალი ხევსურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ამ წესებს სამხედრო დადუქთოქროდა და ადამიანის ყოფა ცხოვრებას განსაზღვრავდა. კაცის კაცობის კანონის მიხედვით, როგორც მას ხევსურეთში უწოდებენ, მამაკაცი ყოველწუთს მზადოდა ყოფილიყო ბრძოლისთვის. არ შეიძლებოდა დათრობა. მუშაობის დროსაც მას დაღლის უფლება არ ჰქონდა. ყოველი მამაკაცი ძილის წინ 3 დღის საკვების მარაგს ამზადებდა. ხევსურს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ უკუნით სიბნელეში ბრძოლისათვის მომზადებას. ამ წესებით ქართველი ბაძავდა წმინდა გიორგს და წმინდა გიორგი იყო ქრისტესთვის მებრძოლი. ჩვენ ვიყავით მებრძოლი ქრისტიანები და ის 63 წესი, ან 365 წესი მთელი საქართველოსთვის გასაზღვრავდა ქართველის ბრძოლის წესებს. ყველანაირი წუთისოფელი ქართველისა. იქნებოდა ეს სუფრასთან ყოფნის დროს, იქნებოდა ეს შრომაში, იქნებოდა ეს მგზავრობის დროს, იქნებოდა ეს უშუალოდ ბრძოლაში, იყო სამხედრო წესებით განსაზღვრული. ისე უნდა ეცხოვრა, როგორც ომს ჭირდებოდა, როგორც ომის პირობებს ჭირდებოდა. და ეს 63 წესი განსაზღვრავდა ამას. კაცის კაცობის წესების მიხედვით ქართველს ქართველის სასიკვდილო დაჭრის უფლება არ ჰქონდა. ეს სამარცხვინო საქციელად ითვლებოდა. ძიმე ტვირთი ყოველთვის ქალს უნდა ეტარებინა, რადგან მამაკაცს მარჯვენა დასვენებული ჰქონოდა. კაცი მიდიოდა ერთი ნაბიჯით წინ. იგი აუცილებლად უნდა მდგარიყო ქალის მარცხენა მხარეს, რადგან მტრის გამოჩენის შემთხვევაში მისი სუსტი მხარე დაეცვა. ხევსური ყოველთვის შემართული უნდა ყოფილიყო, ყოველთვის მზად ყოფნაში, ერთი ფეხით მზად, რომ ყოველ წამს წავამდგარიყო ფეხზე, დახვედროდა როგორც მოსულ სტუმარს, ასევე მტერს. შემართული უნდა ყოფილიყო, გამართული და ყოველ წამს მზად ყოფნაში უნდა ყოფილიყო. ხელის ჩამოდება ტაბლაზე, ფეხი-ფეხზე გადადება, გადაწოლა და ასე შემდეგ სამარცხვინო იყო.
უძველეს წესებს ხევსურეთში დღესაც ერთგულად იცავენ. აქ დრომ ვერაფერი შეცვალა. შოთა არაბული ეთნოგრაფიულ მუზეუმს ხელმძღვანელობს. ძველი ხევსურეთის ნაშთები დღეს ქვის კედლებშია დაცული. კაცის კაცობის წესებთან ერთად ხევსურეთს საკუთარი რჯული აქვს, რომელიც გუდანის ჯვარში დგინდებოდა. რჯულის მიხედვით კაცის სიცოცხლე 60 ძროხად არის შეფასებული. გვარეულოს თემში ცხოვრების უფლება აღარ აქვთ. ხევსურული რჯული რომ არ ყოფილიყო იმ უძველეს დროს და მოგვიანებითაც ალბათ სული ქაოსი იქნებოდა. რამდენადაც ხევსურული რჯული აწესრიგებდა ყველა საკითხს, ყველა საქმეს. და ყველა ხევსურისთვის სავალდებულო იყო დამორჩილებოდა ხევსურულ რჯულს და სამართლიანობაც იყო. თუ ხევსურს მკვლელობა ბრალდება, იგი მოკლული საფლავზე მიყავთ. უხუცესები მას ყურს გაუჭრიან და დააფიცებენ. ფიცის შემდეგ კი იგი უდანაშაულოდ ითვლება. თუ კაც ვინმე მიწას ედავება, რჯულის კაცების თანდასწრებით დროშით ხელში, ფეხში შველა მამულს დაივლის. რაც იმას ნიშნავს, რომ მიწა რომელზეც დადის, მხოლოდ მას ეკუთვნის. ხევსურული რჯულის მიხედვით ყველა დანაშაულს თავისი ფასი აქვს. ყველაზე ძვირად ადამიანის სხეულია შეფასებული. თუ ხევსური ხევსურს სხვის ჩამოაჭრის, მან დაზარალებულს 30 ძროხა უნდა მისცეს. ულვაში 1 ცხვარი ხის. ურის მოჭრა 5 ძროხა, მარცხენა თვალი 30, ხოლო მარჯვენა ანუ სათოფე თვალი 35 ძროხა. მარცხენა ხელის მოჭრა 20, ხოლო მარჯვენასი 22 ძროხა. ორივე ხელის დახეიბრება 60 ძროხა. მიდაყვის დაზიანება 16 სულის აქონელი. მუხლში დაჭრა 30 ძროხა, ხარში 16 ძროხა. სირცხულად ითვლება კაცის დაჭრა სანამოსო ადგილას, ანუ მუხლიდან წელამდე. ამ შემთხვევაში დამნაშავეს ჩოხის კალთა საჭრიან. რჯულის დამრღვევი კაცად აღარ მიაჩნიათ. მას არც ხალხში გამოჩენის უფლება აქვს. ხევსურეთში კანონს რჯულის კაცები ამყარებენ. მათ თემი ირჩევს. რჯულის კაცს ბავშვობიდანვე გამორჩეულად ზრდიან. მან მთის კანონი ზედმიწევნით უნდა იცოდეს და საზრიანობით გამოირჩეოდეს. ციხის აღების ტრადიცია ხევსურეთში შემორჩა. თუმცა რჯულის მიხედვით გვარებს შორის მტრობა 80 წელზე მეც არ უნდა გაგრძელდეს. 80 წლის თავზე კი მტრებს გუდანის ჯვარში რჯულის კაცები არიგებენ. ამ დროს სიმბოლურად სანას ხო იხსნება. მას ორივე მხარე ფეხს აბიჯებს, რაც საქმის გათავებას ნიშნავს. იმ შემთხვევაში თუ ქისტი ხევსურს მოკლავდა, ხევსურები ვალდებულები იყვნენ მოკლულის სანაცვლოდ სიცოცხლეს 12 ქისტი გამოესალმებინათ. ხევსურეთში ყველა საქმეს გუდანის ჯვარში რჯულის კაცები არჩევენ. განაჩენიც რჯულის მიხედვით გამოაქვთ. გარჩევას აუცილებლად ბავშვი უნდა ესწრებოდეს. მას ჭკუასაც ეკითხებიან. იმ შემთხვევაში თუ საქმე რთულია და რჯულის კაცებს მისი გადაწყვეტა უჭირთ, საბოლოო განაჩენი ხევის ბერს გამოაქვს. მისი სიტყვა კი კანონია.
კაცის ხევის ბერად არჩევა არ ხდება. თაში ამბობენ, რომ თვითონ ხატმა უნდა გამოარჩიოსო. ხევის ბერი არ აირჩეოდა ერისგან, არ აირჩეოდა თემისგან, ხევის ბერს იჭერდა ხატი. თუ არ იქნებოდა ღვთისგან მოწოდება, უფლის ანგელოზისგან მოწოდება თუ არ იქნებოდა, ის ვერ ჩაუთმებოდა თავის თემს და თავის მთელ კუთხეს სათავეში. ხევის ბერს უწევდა როგორც საერო საქმის კეთება, უწევდა ასევე საკულტო წესების შესრულება, ამიტომ ის გამორჩეული ადამიანი უნდა ყოფილიყო ყველასგან და ხევის ბერის ხატის მიერ დაჭერა როგორ ხდებოდა ის, რომ ხატმა დაიჭირა და როგორ ეძახდა. ეს შეიძლება ქადაგის პირით მომხდარიყო, მაგრამ სანამ როგორც წესი, სანამ ქადაგის პირით მოხდებოდა ხევის ბერის დაძახება, თვითონ ხევის ბერს რაღაც განსაცდელი უფლისგან ეგზავნებოდა, არაერთი განსაცდელი. და ხშირად ის კაცი, რომელიც ხატისგან იყო დაჭერილი, ვერც იჯერებდა, რომ უფალი სამსახურს ითხოვდა მისგან. ადრე ხევის ბერს მხოლოდ საერო საქმეები ებარა. საუკუნეების შემდეგ კი, როდესაც მთაში სასულიერო პირი ვეღარ ადიოდა, ხევის უხუცესები საეკლესიო რიტუალებსაც თავად აღასრულებდნენ. ხევის ბერად კურთხევას აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ სხვა თემის ხევის ბერების. რიტუალი, რომლის დროსაც კაცს ხევის ბერად აკურთხებენ, სამხარის განათვლას უწოდებენ. სხვა თემის ხევის ბერი მას შუბლზე, მხარსა და ხელზე საკლავის სისხლით ჯვარს გამოუსახავს. შემდეგ ხევის ბერი ეგრეთ წოდებული საკარკმო თასიდან უცვავს და ღმერთს თემის სიძლიერეს ავედრებს. თასზე შეხების უფლება არავის აქვს. თასის ალოცავისათვის უდიდეს სიწმინდედ ითვლება. ნაკურთხი ხევის ბერის სიტყვა ყველასათვის კანონია. ეს ადამიანები წარსულთან ყველაზე ახლოს არიან. ისტორიებს, რომლებსაც უბრალო საუბარში ყვებიან, უკვე ლეგენდად ქცეულა. რაც არ უნდა ეცადო დაინახო მთის საიდუმლო, იქ სადღაც ღრუბლებთან ახლოს ყოველთვის რჩება რაღაც იდუმალი. ასე ცხოვრობენ მთის შვილები.